ქვეყანაში დანიშნო მუსულმანი ან კათოლიკე, იცი რა არის ქრისტიანია ისიც, მაგრამ კათოლიკეს და ეხლა მე არ ვთქვი რამდენად იცით, მაგრამ კათოლიკეს ამართლმადიდებელს ორთოდოქსები ვართ ჩვენ. აქვს აბსოლუტურად სხვადასხვა გზები ღმერთამდე, ანუ სარწმუნოების სხვადასხვა გზები. ანუ ის რომ ქრისტიანია, ჯუების ქრისტიანები არიან, მაგრამ ქრისტიანებად ითვლებიან, მაგრამ ეგენი ტორას მისდევენ და ну короче რა, აბსოლუტურად ძალიან დიდი შეცდომა იყო ივანიშვილის დანიშვნა, ივანიშვილი კი არა, მერაბიშვილის, მაგრამ ეგეც იმიტომ იყო დანიშნული, რომ საქართველოს მიქონდათ მასონებს და მაგიტო იყო ეკაციც მანდ. ხო ხტები ხა მეც რომ დამნიშნო სადღაც მუსულმანურ ქვეყნის იმაში პრემიერ-მინისტრად, მეც ჩემ მართლმადიდებლურ იმაზე ვიფიქრებ და გამოვიტან განსაჯელს, ესე რომ ვთქვათ, ხო, განსაჯელს თუ ხო მიხვდეთ. ხო და ახლა არის ყველაფერი მასონურ სისტემაზე შექმნილი, ეს კანონები აბსოლუტურად ყველაფერი უნდა შეიცვალოს და თავიდან უნდა გაკეთდეს. ამ ხალხს უნდა მიეცეს საშუალება და სუნთქვა თავიანთ ქვეყანაში, უნდა უყვარდეთ თავიანთი ქვეყანა და არ უნდა ეზიზღებოდეთ თუნდაც იმ ხალხს, რომელიც კაიფობს, როგორ შეიძლება, რომ სათავეში სადღაც დიდ პოზიციაზე იყოს ადამიანი, რომელმაც არც კაიფი იცის, არც დალევა იცის, არც მოწევა, არაფერი არ იცის. ეგ არის ძალიან დიდი შეცდომა. ეხლა იმან როგორ უნდა გამოიტანოს კარგი გადაწყვეტილება იმ ხალხისთვის,